მომავლის მე მოგესალმებათ პოდკასტ არეადან. ეს იქნება ჩემი ახალი სტუდიო და აქედან გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, ვინც თქვენთვის გახდება мотиваცია და ინსპირაცია. ამ ადგილას მოსვლა და ხალხის გაცნობა, ვინც აქ მუშაობდა, იყო ჩემთვის პირადად დიდი мотиваცია, რომ გამეცნო თქვენთვის ეს ადამიანები, რადგან ისინიც მათაც დაიწყეს ნოლიდან, განვითარდნენ და მოდით გავიცნოთ, ვინებით განან აი ამ განათებების კულისებს მიღმა, კამერებს მიღმა და მუშაობენ იმისთვის, რომ თქვენ სხვადასხვა კრეატორებისგან ნახოთ საინტერესო ვიდეოები და ასევე ჩემგანაც დღეიდან. და პირველი, ვინც მინდა რომ გაგაცნოთ, არის ლევან ირემაშვილი. მოდი, მოვყვეთ შენზე. ხარ ოპერატორი, რეჟისორი, განაგრძე? რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი, ხანდახან პროდიუსერი საკუთარი პროექტების, ხანდახან კოსტიუმერიც და ეს ყველაფერიც აი ამ ყველაფრის დამსახურებით შეიქმნა პოდკასტ არეაც, რაც მივიღეთ იმ წლების და იმ ბევრი წლების განმავლობაში, რამაც დაგვიგროვა ეს ცოდნა. და შენ ხარ იდეის ავტორი. იდეის ავტორი, მე მყავს ჩემი პარტნიორი, საბა დვალი, ედიტორი პროფესიით, საბაც, ოპერატორი პროფესიით, ნუ უფრო ცოტა აქეთ სატელევიზიო მიმართულებით, მე უფრო კინო მიმართულებით და რაღაც ერთმანეთის ამ კოლაბორაციამ და მეგობრობამ განაპირობა პოდკასტ არეას იდეა რა. როგორ ანუ უყურებდი პოდკასტებს უცხოურს? კი, სხვათა შორის მაპატიეთ, არ ვარ ძალიან გამორჩეული პოდკასტების ყურებით. ალბათ როგორი რაღაცაა, იცით, ესეც ინსპირაციულად მივიღე ჩემი პროექტებიდან გამომდინარე გამოცდილებით. იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ იყოს ჩემი პოდკასტებია თუ ნებისმიერ ჩემი პროექტი, ეს იქნება პირობითად კინოპროექტი იქნება, სარეკლამო პროექტი იქნება თუ რაღაც მუსიკალური ვიდეო, ვცდილობ რომ იყოს განსხვავებული. ინსპირაციას არ მაძლევს მე ვიღაც. ინსპირაცია ჩემთან მოდის თავისით, თემატურობიდან, იდეიდან. თემატურობიდან შენ უფრო კინოს მხრივ ვიყავი და უცებ პოდკასტი საიდან მოვიდა, იმიტომ გამიჩნდა ეს კითხვა, რომ რატო პოდკასტი? რატომაც არა, ძალიან ხშირად მიწევს, ან დოკუმენტალისტიც ვარ უფრო მეტწილად, ჩემი მიმართულება უფრო დოკუმენტური მიმართულება არის. შესაბამისად, ანუ რაღაც მთხრობელის ტექსტის ჩაწერა იქნება, ვიზუალურად, სადღაც სტუდიაში ძალიან ბევრი ანალოგიური სიტუაციები მექნებოდა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და სტუდიური გადაღება ჩაწერა, ასე რომ ვთქვათ, ხშირი ან ძალიან ახლო იყო ჩემთვის. ანუ მოთხოვნა იყო და შენ მიწოდებაც? მოთხოვნა როგორი რაღაცა იყო, იცით, მაშინ საერთოდ არ იყო მოთხოვნა პოდკასტებზე, როდესაც პოდკასტ არეა შეიქმნა. პირველი პოდკასტ სტუდია საქართველოში ხო? პირველი პოდკასტ სტუდია საქართველოში, რაც შემიძლია ამაყად თქვა. აი რაღაცა სფეროში თუ ხარ და ის სფერო კარგად იცი და კარგად გესმის. ხო, ალღოც უნდა აუღო ამ სფეროს თავისთავად, ანუ ამ თემას, მაგრამ იდეაში რა არის, იცი, თუ ძლიერი ხარ შენ სფეროში, აი ეგეთ წოდებული research-ის ჩატარება და ბაზრის კვლევა, ხო, მესამე ეტაპია შენთვის აი რაღაც casual-ში რა. ხო და ვიღაცეებისთვის ყოფილა თურმე პირველი ეტაპი, რომ ანუ პირველ ეტაპზე მოეძიებინათ, არსებობდა თუ არა ესეთი სტუდია და ნუ research-ის ფარგლებში მოვიდნენ ჩვენამდე, იმიტომ რომ ჩვენ არც ბუსტინგი გაგვიკეთებია, ანუ არაფერი საერთოდ უბრალოდ Facebook page-ი შეიქმნა და იქ იყო, ანუ არც გქონდა ჩვენ სივრცის, არც ფოტოები გვედო, არაფერი არ გვედო, უბრალოდ დაარსდა პოდკასტ არეა Facebook. ეს დაგისიზმრა თუ საიდან მოვიდა, რომ აი მოდი საბა, იცი, პოდკასტ სტუდია გავხსნათ. აი როგორ უთხარ, ანუ აი როგორ იყო, ეგ მაინტერესებს. ეს იდეები ხო შეიძლება ხოლმე უცებ ეს და აი ეგრეთ თუ გაჩნდა. კი, სხვათა შორის ეგრე გაჩნდა. საბა არ იყო პირველი ჩემი მეგობარი, რომელსაც გაუზიარე ეს იდეა. მანამდეც რამოდენიმე ჩემ მეგობარს გაუზიარე ეს იდეა და ნუ იმედი არ ეწყინებათ. ხო და ნუ რაღაც იმდენად სერიოზულად არ მიიღეს ეს ყველაფერი, ალბათ ფიქრობდნენ რომ ამ ბიზნეს არ ექნებოდა ის წარმატება, როგორცაც ალბათ თვითონ ელოდებოდნენ.
ეხლაც დღესდღეობით რო გითხრათ, რომ ეხლა რაღაც სასწაული ბიზნესია და ანუ ბიზნესს უფრო როგორც ბიზნეს ნაკლებად უყურებთ, უფრო რაღაც შემოქმედებითი კუთხე გვაქვს ჩვენი და სადაც იმ ჩვენს ეგოს ვიკმაყოფილებთ ფაქტიურად რა. ეს სწრაფად არც ერთი პროფესია არ განვითარებულა როგორც პოდკასტი საქართველოში. მე რო დავიწყე იმის მერე კიდე 20 პოდკასტი, ყველა პოდკასტი დაიწყო და ასე რომ მგონია რომ შენი პროფესიული ინტუიცია ძალიან სწორი აღმოჩნდა რომ სწორ ადგილას სწორ დროს დაიწყე ეს საქმე. ეგრე სწორ დროს დავიწყეთ, სწორ მომენტში დავიწყეთ, მაშინ ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა. ეს რაღაც პოლიტიკური რაღაც არეულან ჩვენ გავიხსენით და რაღაც პერიოდის მერე ეგრევე ცოტა პოლიტიკური არეულობა დაემთხვა. ამან გამოიწვია კიდევ ამ პოდკასტ კულტურის ზოგადად საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება, ესე მარტივად რო ვთქვა. და შესაბამისად უკვე ინტერესიც ბევრს გაუჩნდა რომ პოდკასტები დაეწყოთ, იქიდან გამომდინარე რომ რატომღაც ხალხში და მასაში დაიკარგა სატელევიზიო სივრცის ნდობა. ამიტომ წამოვიდა პოდკასტები. რაღაც მომენტში სწორიც არის, იმიტომ რომ პოდკასტი ზოგადად ძალიან ბევრს დიდ როლს თამაშობს, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა რადგან ტელევიზია უკვე უკანა პლანზე არ გადასული, ხალხი ეძებს რომ რაღაცა იპოვოს. ან უნდა იჯდეს და ტელეფონში სკროლოს დღე და ღამ და 1000-ნაირი ინფორმაცია მიიღოს, ან რაღაც ინფორმაციაზე კონკრეტულზე კონცენტრირდეს. ანუ ანაცვლებს შენი აზრით დღევანდელი პოდკასტ სივრცეები ტელევიზიას? ჩემი აზრით ტელევიზიის ჩანაცვლება როგორც ესეთი ჯერჯერობით ვფიქრობ რომ არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ვარაუდობ რომ სადღაც ერთ წელიწადში მინიმუმ უკვე რაღაც ერთ თანაბარ დონეს დაიჭერს პოდკასტი კულტურა და პირობითად ტელევიზია. იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებიდან რომ ანუ პოდკასტებს უყურონ, ანუ ძალიან ბევრი ნახვები აქვს ხოლმე რომ მარტივად შეხედოთ, ნებისმიერი ხლა არ დავასახელებ ცნობილ პოდკასტ არხებს, რომელიც არა მარტო ჩვენ სტუდიაში იწერება, შეიძლება თვითონ სახშიც გქონდეთ ამ ხალხს გაკეთებული. ძალიან ბევრი საინტერესო თემები განიხილება პოდკასტ კულტურაში და ინდუსტრიაში და ზოგადად, რა ვიცი, ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს რა და დიდი ალბათობით მალე შეიძლება რომ ჩაანაცვლოს, მაგრამ ტელევიზიას თავისი ადგილი მეცემა, ხო, თავისი ადგილი ეჭირება მაინც. ბევრი ქართველი პოდკასტერი აღნიშნავს, რომ თქვენთან ერთად გაიზარდნენ. და ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება არის, ხო? კი, სხვათა შორის ჩემთვისაც გამოცდილება არის და ჩვენი სტუდიისთვისაც და ყველა ჩვენი თანამშრომლებით ძალიან დიდი ჯგუფით არ გამოვირჩევით, სულ რამოდენიმე ვართ ყველანი. მაგრამ ძალიან დიდი ექსპერიენსი იყო უკვე შემხებლობა აი ამ თემებთან. უკვე დაკვირვებაში კიდევ რაღაც ბენეფიტებმა წამოიწია წინ. აი როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე თემატური თვალსაზრისითაც. და უკვე რაღაც ნიუანსებს უკვე ვაკვირდებით და დღეს უკვე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რასაც პირობითად ადრე ვერ ხვდებოდით, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო, ან საჭირო იყო, ან პირიქით, ან დაწყებისთანავე გულისხმობ რა. თავისთავად ახლა ყველა ადამიანი ვითარდება, ყველა სფერო ვითარდება და ნუ პოდკასტარიაც ინოვაციას და განვითარებას არჩება არასდროს. ყოველთვის პოდკასტარია ვარსკვლავებს არ წყვიტავს ფინანსური თვალსაზრისით. ჯერ დაამატეკთ. რა თქმა უნდა, და რა ინვესტიციაც კი არა და ნუ ყოველდღიური ინვესტიცია ჩვენ ჯიბიდან მოდის, ანუ ჩვენ სივრცეზე და ტექნიკურად ვცდილობთ რომ სულ ინოვაციურად დაბეწიოთ გამოწვევებს და თუ არ დავეწიათ, ნუ გაუსწროთ მაინც. თქვენ 3 წლის განმავლობაში ისიც მოახერხეთ, რომ სტუდიის ლოკაცია შეიცვალეთ და უფრო გაფართოვდით, გილოცავთ. ეს არის ახალი ლოკაცია და ეს ამბავი როგორ მოხდა? ანუ მოთხოვნა იყო უფრო მეტი ადამიანი მოგმართავდათ პოდკასტებისთვის და ადგილი აღარ ყოფნიდათ თუ უბრალოდ ცოტა სასაცილო თემა გვაქვს მაგასთან დაკავშირებით. მოკლედ, წინა სტუდია გქონდა, საკმაოდ, ანუ იგივე ლოკაციაზე გქონდა ფაქტიურად. ეხლა ვიმყოფებით ჩვენ დინამოს სტადიონზე, დინამო არენაზე. Gate 18-ია ჩვენი
არის ყავაზე კარით პატიჟები. 18 ყავაზეც ვეპატიჟებით პრობლემა არა საკმაოდ გემრიელი ყავა გააჩნია ხოლმე ხან მოვაქვთ კაი ყავა ხან არა მაგრამ ძირითად შემთხვევაში კაი ყავა მერე? ხო ხო და მოკლედ რატო გადმოვედით ჩვენ ამ სივრცეში და პირველი მთავარი პრობლემა გქონდა ტუალეტი არ გქონდა იმ სივრცეში და გვიწევდა საზოგადო ტუალეტში სიარული რაც აი ძალიან დისკომფორტი და შემაწუხებელი იყო და ვცდილობდით რომ გვეპოვა გაგვიმართლა ამ სივრცეში უცბად მოხდა ისე რომ ერთ-ერთ დაღვრემილ აი ესე ტუალეტის მოლოდინში და რაღაც გამოვიარეთ და უცბად ყოფი აურელიო ბუეთ რაღაც ეგეთი ხო რა და უცბად დავინახეთ მე და საბამ რომ ეს სივრცე სხვა შორის აქ ჩვენი ნაცნობების სივრცე იყო რა იყო აქ მანამდე იყო კინო რენტალ სტუდია იყო ესე რომ ვთქვათ ანუ კინოტექნიკის გამქირავებელი სტუდია იყო და მათ ადგილზე გადმოვედით მე ჩვენ და ძალიან რაღაც აურას მსიამოვნებს ხოლმე იმიტომ რომ რაღაც თითქოს ერთი ანუ რაღაც შინაურები წავიდნენ და ისევ რაღაც შინაურულად ჩვენ მოვედით. რაღაც აი ეს აურა იგზნობა, იმიტომ რომ რაღაცნაირი ის აქვს რა, ფიდბექი აქვს ყველაფერს, ხო იცი? 3 წლის წინ როიწყებდი ამ ამბებს. ესე ხედავდი გაგრძელებას თუ შენ გონებაში როგორ, ჩვენ ხო ყველას გვაქვს ხოლმე რომ აი ახლა ამას რო დავიწყებ, მე თქვა მინდა რომ მილიონი გამომწერი მყავდეს. შენ როგორ ხედავდი თუ არა ამ განვითარებას პოდკასტ არეის და როგორ ხედავ კიდე მომავალ 3 წელში? სხვათა შორის რაღაცნა როგორ ვიყავით, იცი, ალბათ იმ დროს განვითარებაზე, ანუ ფიზიკურად რო არ მქონდა რომ გვეფიქრა. გადარჩენაზე ფიქრობდი. გადარჩენაზე ვფიქრობდით, იმიტომ რომ რეალურად დღემდეც ეგრეა სიმართლე რო გითხრა, არ დაგიმალავთ არავის, იმიტომ რომ მე ხო მიყვარს ლაპარაკი და ფულს არ წერს ჯერ. გადარჩენაზე ფულს არ წერს ჯერ. პირდაპირ გეუბნები. თავის ხარჯებს იხდის? თავის ხარჯებს ვახდევინებთ, არა, დღეს მაგალითად შევიტანეთ, რომ გადაგვეხადა ქირა. ჯიბიდან. ჩვენ გვაქვს ახალი ძალიან მაგარი პროექტი. მაგას გაგაცნობ და ლემონ პირდაპირ. Okay, why not? რატომაც არა? ახალი ყოველთვის კაია. ხო, მოკლედ ხო რა, ანუ რა იყო რომ ანუ ესე დავხვდა ეს სივრცე ეს ადგილიც მოგვეწონა თან პირველ სართულზე ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბენეფიტურია ისე იმ გამოცდილებამ ვანახა. ის მეორე სართულზე იყო და ანუ პრობლემაა ზოგი შეიძლება ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მე-4, მე-5 სართული პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ როდესაც მიდიხარ ჩასაწერად სტუდიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ ყველაფერს, რომ შენ არ გიწევს სადღაც ლიფტში შესვლა, იქ ლოდინი პირობითად რაღაც 10 წუთი შეიძლება ვიღაცა სხვამ გამოიძახოს და დაგასწროს და მოკლედ ნუ რაღაც ეს მუდი რომ შედიხარ სტუდიაში ცოტათი გეკარგება. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ფაქტიურად აჩერებ მანქანას, გადმოდიხარ გაივლი 5-6 ნაბიჯს და შემოდიხარ ჩვენთან სტუდიაში. და ხდება ეს ყველაფერი. ამ განვითარებას ესე არ ხედავდი სხვათა შორის ჯერჯერობით მინდოდა რომ აი რაღაცნაირად ის სივრცე დაგვეტვირთა იმ სივრცეში განვითარებულიყავით და იქ მიგვეღო ბევრი ჩვენი მომხმარებელი მაგრამ უცბად მოგვიწია, რადგან სივრცე განთავისუფლდა, მოგვიწია ეგრევე მყისიერ გადმოსვლა აქ და გვიხაროდა ძალიან რომ ისევ აქ ვიყავით, შორს არ წავსულვართ, ანუ სულ რაღაც 10-15 კარის შემდეგ გადმოვიდა. სამყაროთან გაჩელენჯებს და თან გეხმარება და ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს წესი. და სხვა შორის, ანუ ეხლა უკვე წარმოგვიდგენია ჩვენი რაღაც განვითარება სამომავლო. როგორც კონკურენტები გეშინია თუ არა თუ იკვლევ მუდმივად აი ახალი სტუდია გაიხსნა ჩვენზე კაი რითია ანუ აი როგორც შემოქმედების გარდა როგორც ბიზნეს მაგას როგორ უყურებ შენალაგებ თუ არა მაგ ამბებს თუ აკეთებ კვლევებს და აი როგორც ბიზნესი ეგრე რომ მოგვიყვე როგორც ბიზნესი როგორ რაღაცა იცი ყველა ცდილობს ანუ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში კონკურენტები დავარქვათ ამ ხალხს ნუ ყოველთვის ყველას ვეუბნები, როდესაც მაქვს ხოლმე ასეთ ხალხთან კომუნიკაცია, ნაცნობებთან, უცნობებთან, ნუ არ ზოგი კოლეგა, ზოგი საერთოდ არ არის იმ სფეროს წარმომადგენელი, საიდანაც მე ვარ და როდესაც კომუნიკაცია დგება ხოლმე, აი კონკურენციას სიტყვას რო ახსენებენ, ყოველთვის ვეუბნები, რომ მე შენ კონკურენტად არ გთვლი.
ხო, თუ გინდა მეგობრობა, ვიმეგობროთ, მაგრამ თუ კონკურენტი გინდა ვიყო, მოდი არ გინდა, არ გირჩევ, ხო და ეგ არის ჩემი გოლი. ვთვლი ალბათ კი. დღევანდელ დღეს მე შეიძლება ვერ ვთქვა, რომ უკონკურენტო ოპერატორი ვარ, უკონკურენტო დამდგმელი ოპერატორი ვარ, ან რეჟისორი ვარ, ან პროდიუსერი ვარ, ან ნებისმიერი სხვა დეპარტამენტის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აი, მაშინ გითხარი 5 მიზეზი, რატომ არის პოდკასტ არია უკონკურენტო. რითი ჯობი ხარ სხვებს? აი ეს ბენეფიტები რაც ჩამოთვალე, ეს არის როგორი გარემო ბენეფიტები, იცი, რასაც თვითონ მომხმარებელიც კი ვერ აქცევს ყურადღებას, სანამ პრაქტიკაში არ გამოცდის. და მე აქ უკვე თავაზობ მომხმარებელს უკვე გამოცდილ პრაქტიკას, ხო ხტები? აი გამოცდილი გვაქვს ეს ყველაფერი და მაქსიმალურად fitting-ს ვუკეთებთ ისე რომ იმას უკვე მზად ახვდეს ეს ყველაფერი და ვიღაცა გამოუცდილთან უკვე აღარ მივიდეს. ხო და ეს პირველი, მეორე ტექნიკური მხარე გვაქვს საკმაოდ ძლიერი, ტექნიკური როგორც აღჭურვილობა, კამერები, განათება, რაღაც ბექგრაუნდები. ჩვენ მაყურებელს. ეს ჩვენ მაყურებელს პრინციპში რო ვანახოთ დიდად მნიშვნელობას ვერც მიხვდებიან ზოგადად თუ არ მოვიდნენ და ეს არ გამოცადეს, იმიტომ რომ ბევრი ჩვენი სფეროს წარმომადგენელი ვერ ხვდება ხოლმე. თუნდაც აი ახლა რომ ამ ხარისხს ხედავენ, ასეთი კარგი საუნდი, ხმა ესმით და ყველაფერი ეს ხო შემოდგენილი ნაწილია ამ ყველაფერს. აუცილებლად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალური შედეგი გაძლევს იმ ხარისხის აღქმის საშუალებას. ხა შეიძლება რაღაც სასწაული ფოტოები გადავუღოთ ჩვენ სტუდიას, რაღაც AI-ს უთხრათ რომ რაღაც შემიცვალე ეს რაღაც დამიმალე, არაფერს არ მომალავთ ჩვენ, ეს არის ჩვენი სტუდია. აქ იქმნება ბევრი შედევრი, ბევრი პოდკასტ ისტორია იწერება პოდკასტ არეაში. მე დავამატებდი შენ მაგივრად ინდივიდუალურ მიდგომას, დღეს რომ ჩავწერეთ, შენ სპეციალურად ჩემი გადაცემისთვის მოაწყე კედელი და გადავაწყეთ ყველაფერი ძალიან სწრაფად, მარტივად, გენიალურად და აი ეს მიდგომები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ერთი და იგივე სეტაპი არ ქონდეს და თქვენ ამაზე ზრუნავთ, ხო, როგორც ვიცი, ავეჯიც შეიძინეთ, სხვადასხვა დიზაინერს ააწყობინეთ. აი, ეგეთი დეტალებიც ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ექსკლუზიური იყო, ხო, ან რაღაც გამოირჩეოთ ვიღაცისგან, გამოირჩეოთ არა მარტო ტექნიკური სიძლიერით, გამოირჩეოთ ვიზუალური რეკვიზიტების კუთხითაც კი, გამოირჩეოთ მიდგომით, გამოირჩეოთ ინდივიდუალურობით, გამოირჩეოთ და ეს სივრცე, იმიტომაც არის ეს ახლა სადაც ვართ, ამ სივრცეს ქვია პოდკასტ არია პავილიონი და ეს პავილიონი სიტყვაც კინოდან მოდის და რაღაც ინდივიდუალიზმს ან პოდკასტ არია შენ დაარქვი? სხვათა შორის არა. მე და ჩემმა მეგობარმა დავარქვით ერთად, მე და საბას იდეა იყო პოდკასტ არია, იმიტომ რომ რაღაცა მოცემულობები გქონდა, მოცემულობები თანხwebdriverში იყო უკვე არსებულ კომპანიებთან და მოგვიწია პოდკასტ არიას დარქმევა რა, იმიტომ რომ პოდკასტი იყო სიტყვაში, მაგრამ მეორე სიტყვა იყო განსხვავებული, რაც მე მინდოდა რომ დამერქმია. და ეს არის სხვა შორის არ გვაქვს პრინციპში დასამალი არაფერი. ეს არის პოდკასტ ჰაბი მინდოდა დამერქმია. ერთ-ერთი პირველი პოდკასტი იყო საქართველოში, პოდკასტ ჰაბი. ხო, სივრცე არის უბრალოდ პოდკასტს ერქვა. პოდკასტს ერქვა, ხო, ჰაბი და იყო ჩვენი ნაცნობების რა, საკმაოდ ისეთი ცნობილი YouTube-ზე იყო? YouTube-ზე იყო კი და Facebook-ზეც იყო ხოლმე. და ლევან ბახიას მიყავდა ხოლმე. ლევან ბახია ხო სარკე? კი, სარკე სტუდიოდან კი და იქიდან მეც თანამშრომლობდი თავის დროზე სარკე სტუდიასთან და შესაბამისად ლევანის და კიდევ ერთი ჩვენი მეგობრის სტუდია იყო ეს და სტუდია რა ბოდიში და პოდკასტი იყო. რომელსაც პოდკასტ ჰაბი ერქვა და არაზოს არ მოვერიდები მაგის თქმას. პოდკასტ ჰაბი იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში პოდკასტი, რომელსაც პოდკასტ ფორმატი ეჭირა
და დღესაც არის ლაპარაკი რომ გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს ამაზე ჩვენთან კოლაბორაციაში თუ იქნება ეს ყველაფერი ხო მით უმეტეს გამიხარდება და მოკლედ ეგ იყო ხო და პრობლემა მაგაში არ იყო უკვე podcast hubs რაღაცნაირად უკვე როგორ იყო იცი podcast hubs მოუწია ის პერიოდი განვითარების, როდესაც საქართველოში პოდკასტის მოთხოვნილება საერთოდ არ იყო. აუდიტორია ყავდა მწირე, იმიტომ კი არა რომ თემები არ ქონდათ საინტერესო, თემები ზესაინტერესოა. ეხლა შეიძლება რომ აუდიტორიას თავიდან რომ მიაწოდო ეს ინფორმაცია და ეს ვიდეოები ისევ თავიდან დადო, როგორც ახალი პოდკასტი შეიძლება ძალიან დიდი აუდიტორია მოიცვას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პერიოდი იყო ძალიან ცუდი, იმ დროს ისეთი პოპულარობა არ ქონდა მათ პოდკასტებს. მაგრამ დღესდღეობით ეხლა რაღაც პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა ექნება ეხლა დაწერილი იმას რაღაც თავის ნახვების და ასე შემდეგ. შენ როგორც პოდკასტის წამყვანს თუ გიფიქრია, პოდკასტერობაზე თუ გიფიქრია? კი, სხვათა შორის. ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე, ახლა შენს რომ იჯექი წეღან და მიყავდა, ყოველთვის შენ ადგილზე წარმოვიდგენ თავს. გავიაზრებ ხოლმე რამდენად როგორ მესიამოვნება ეს ყველაფერი, რომ მე გაკვირდები შენც ისე სიამოვნებს თუ არა. შენს თუ ისე სიამოვნებს, მე ბედნიერი ვარ მე რა. და თუ ხვდები რომ რაღაცა გაწუხებს და კი, სხვათა შორის კი. ხო და რა გაჩერებს თუ ფიქრობ რომ მოვა მაგის დროც? სავარაუდოდ მოვა, ალბათ დატვირთულობა, ანუ გარდა პოდკასტ არიასი ძალიან ბევრ პროექტებში ვარ ჩართული, როგორც კინო ინდუსტრიაში, სარეკლამო ინდუსტრიაში და ანუ ესეთ სფეროში, სადაც ჩემი პროფესიულად მუშაობ. ანუ ეს არის შენთვის რაღაცა მეორე სახლივით, რომელიც გააკეთე, ხო? დაახლოებით, კი, დაახლოებით, იმიტომ რომ სახლზე მეტ დროს ალბათ ვატარებ ჯერ გადაღებებზე, მე იქიდან დაღლილიც რომ მოსულ ვარ, აქ შემომიულია და ბიჭებისთვის ხან გვერდში დგომა ჭირდებათ რაღაც ტექნიკურ საკითხებში და შემომიულია და ნუ რაღაც მათ დავხმარები ვარ, ისინი მე დამხმარებიან რაღაც სხვა გადაღებებს და მოკლედ სულ კომუნიკაციაში ვართ, სულ ვცდილობთ რომ ყოველდღიური ჩართულობა გქონდეს, ნუ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ყოველდღე არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც აქ ვიყო ხოლმე. რამდენი თანამშრომელი გყავს? ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, 3 ვართ სულ. 4 უკვე. ხო. Wow. Yes. ლევან, შენი პოდკასტი რა თემაზე იქნებოდა? სხვათა შორის ფიქრობ, ძალიან უინტერესო პოდკასტი იქნებოდა ჩემ. დაარქმევდი უინტერესო პოდკასტი და ხო, შეიძლება. არა, რატო ვიძახით, ალბათ ჩემ სფეროზე გავაკეთებდი ისევ რაღაც ტექნიკურად რაღაც, არ ვიცი. კინოტექნიკის განხილვას მოვიწევდი პირობითად ჩემი სფეროს წარმომადგენლებს, მაგრამ აუდიტორია ყავს ჩვენს სფეროს მწირე. აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, ვინც არის პირობითად ოპერატორი, ვიღაცა რეჟისორია, იქ ვიღაცა ეს არის. აი ძალიან მწირე აუდიტორია აქვს ახლა ჩემ პროფესიულ განხილვას. შეიძლება ვიღაცა იყოს კინო მეცნიერი არ არის, აი მოყვარული იყოს უბრალოდ, იყოს ვიღაც უბრალოდ დაინტერესებული ამ სფეროთი, ან უნდოდეს ამ სფეროში ჩართვა ან რაღაც მაგან უყუროს. ძალიან ცოტა აუდიტორია ჩვენს თემაში. პირობითად ნებისმიერი სხვა სოციალური თემა უფრო საინტერესოა ვიდრე ჩვენი სფერო. ნუ მეორე ალბათ ბიზნესი, მაგრამ ბიზნესში ახლა ისე არ გამომივიდეს კუმფეხი გამოყო, დიდად გამოცდილებიანი არ ვარ. ხო გეუბნები ესეც ჩვენთვის, ანუ ბიზნესი არა, უფრო რაღაც შემოქმედებითი კუთხის თვალსაზრისით თქვა გაკეთებული პოდკასტ არიაც. იმიტომ რომ ნუ ტარიფებიც ისეთი გვაქვს ახლა დავამატეთ პატარა სტუდია, სადაც ძალიან მიზერული ფასები გვაქვს საერთოდ, იქ 150 ლარიდან იწყება. ძალიან მიკურს თქვენი ფასები, იმიტომ რომ თქვენი კონკურენტები, რომელიც ეგან არ დავასახელოთ, ბევრად სხვა ფასებს და ისინი დარწმუნებული ვარ, რომ ხოლოდ თავს არ ირჩენენ და შემოსავალიც რჩებათ, იმიტომ რომ მაშინ აქ არ იქნებოდნენ ალბათ, ხო? როგორ ფიქრობ? გეტყვის როგორი რაღაცა ცოტათი გიჟები ვართ ჩვენ. გიჟები ვართ, ანუ კაი თვალსაზრისით და რატო? რაღაც ესეთი სივრცე რომ მოვაწყვეთ, ალბათ ყველას ეგონა რომ ჩვენ იმიტომ გავაკეთეთ, რომ აქედან ფული უნდა ვიშოვოთ. ხო და ნუ იგივე არ მიყვარს ეს არც კერძი არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვახსენო.
აი შაურმების თემას რო შევხედოთ, რომ ერთი გაიხსნა, მერე მეორე, მე-10, მე-20 და ნუ იქიდან 20-დან დარჩა რამოდენიმე, 3, 4, 5, 6 რაღაც ეგრე. და იგივე თემაში გონიათ რომ იშოვიან რაღაც, ანუ ვერ იშოვი პოდკასტით რაღაც კოლოსალურ თანხას და თავს ვერ ირჩენ ამით. ეხლა ჩვენ პირიქით პოდკასტ არიას ვარჩენთ ჯერჯერობით და ნუ ნახოთ როგორ განვითარდება ეს ინდუსტრია. მაგისთვის ვიბრძვით რომ იყოს ინდუსტრია განვითარებული და იყოს მოწინავე. არ ვიცი, შეიძლება გავიდეს ეხლა პირობითად 10 წელი და ეს კონკრეტული ვიდეო ჩავრთო და გადავხედო ჩემ თავს და ჩემს იმიტომ რომ მილიონები გვედოს ესა წომრებით. ხო, ნეტა, მაგრამ ნუ რაღაც ნაკლებად გონია ეგ ამბავი, მაგრამ ნუ არა შეიძლება, მაგრამ ნუ რაღაც განსხვავებულ ფორმატში ალბათ. უფრო ამ პოდკასტ შენი აზრით საქართველოში აი ამ მიმართულებით მაქსიმუმ რა შეიძლება რომ გააკეთონ? ძალიან პატარა ბაზარია. ხო, აი 3.5 მილიონი ავიღოთ. 3.5 მილიონი. უყურებს თქვათ აი ამ ყველაფერს, ხო? ხო, აი რაც არ უნდა ქნა, რა ვიცი, 3.5 მილიონი ნახვაზე ხო რაღაც თუ ახვედი ძალიან მაგარია, მაგრამ ლოგიკური გათვლები რო გააკეთო, ეხლა ანუ საქართველოს ბაზარი ჩემი იმიტომ არ ვიძახი რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შემიძლია ვთქვა რომ იცი რა საქართველოს ბაზარია, ამისთვის ძალიან მაგარი და აი არა, ნუ რაღაც აუდიტორია ყავს, ნუ ჩემი აზრით დღევანდელ დღეს პოდკასტი, ანუ რა მოდი შედარება გავაკეთოთ, უფრო სწორ გზაზე გავყვები რა. პირობითად საზღვარგარეთში დაარსებულ პოდკასტს უდიას არ გულისხმობ. პოდკასტს შექმნილ პოდკასტსა და საქართველოს შექმნილ პოდკასტს შორის რა სხვაობაა. იქ თუ პირობითად პოდკასტერი აგროვებს შემოსავალს ნახვებით, engagement-ით და ასე შემდეგ, ხო? YouTube-ის მონეტიზაციით, ხო? საქართველოში ეს მონეტიზაცია და ეს ყველაფერი აი იმდენად პატარა თანხას წერს, ხო? რომ მაგაზე, ანუ ის ინფლუენსერი არ, ნუ დავარქვათ, ანუ თვითონ ფლობელი პოდკასტის, შოულობს ძირითადი შემოსავალი მას აქედან არ აქვს, ანუ ძირითადი შემოსავალი აქვს რეკლამიდან. და ძალიან კარგი, მართლა რაც შემიძლია თამამად თქვა, ძალიან მაგრად მუშაობს პოდკასტ რეკლამა ბრენდებისთვის. პირობითად რომელიმე ბრენდს რამე აქცია აქვს, რომელიმე ბრენდს რამე ახალი პროდუქცია აქვს, რომელიმე ბრენდს უნდა ზოგადად, ანუ ბაზარზე დაიმკვიდროს თავისი ადგილი. ეს არის პოდკასტი არის უნიკალური საშუალება, სადაც შეუძლია მივიდეს და პირობითად იმ 30 ბუსტინგის მაგივრად რო გაუშვას საერთოდ უაზრო ბუსტინგის მაპატიეთ სიტყვების ბრაზილებით. მაგას ძალიან დიდი ცოდნა ჭირდება სწორად როგორ უნდა გააკეთო ეგ ბუსტინგი და ბევრი ბუსტავს და არასწორად აკეთებს, მაგრამ ფული მაინც იხარჯება ამ რეკლამაში. კი. ხო და აი სწორი ბუსტინგი კიდევ ცალკე თემაა ეგ, ხო, ნუ კიდევ ეგ სოციმედია მიმართულება, რომელიც კიდევ საქართველოში ზოგადად კიდევ გასანვითარებელია და ძალიან ყველა სოციმედია გონია თავისთავიდან, ნუ რეალურად ეგ არ არის. მე დღემდე რისერჩში ვარ, რომ რაღაც სასწაული სოციმედია ტიპი ვიპოვო, რომ აი რაღაც ყველაზე მე მყავს შემიძლია გირჩიო. აი ხო, საინტერესოა ეგ ამბავი ნამდვილად. ეხლა ისე ჩაშალა ეს თემა, რომ მომინდა რომ გამეზიარებინა ჩვენი მაყურებლისთვის ის იდეა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ და რომელიც იქნება ძალიან კეთილი და კარგი საქმე. კი ბატონო, გაუზიაროთ. გაუზიაროთ? გაუზიაროთ. ლევანმა როცა ეს სტუდია გააკეთა, მიყვებოდა რომ ანუ შენი მოტივი იყო, რომ პოდკასტი შეეძლო ჩაეწერა ყველას, ხო? კი ბატონო. და ჩემი იდეაც იყო, რომ შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, ბიზნესმენს, ვისაც უნდა რომ თავისი ისტორია მოყვეს, რადგას მათი პროდუქციის უკან, ან იმ გზის უკან, რომელსაც გადიან და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს მივცეთ შანსი, რომ მოყვნენ თავისი ისტორია. შეგიძლიათ მოგწეროთ მეილზე, აქ მოვნიშნავთ. ამონათდება. შეგიძლიათ მოგწეროთ თქვენი ისტორიები, ჩვენ მათ გავეცნობით და კოლაბორაციისთვის დაგიბრუნებთ ჩვენ პასუხს. როგორ ხედავ პატარა მეწარმეებს, რომლებსაც უნდათ თავისი ისტორიის მოყოლა პოდკასტში, არის თუ არა ეს რაღაცა know-how საქართველოს ბაზარზე? მე არ მინახავს ესეთი ფორმატი. კი, გეთანხმები, ეს ძალიან
ანუ თავარია როგორ რაღაცა, იცი? ზოგადად მეწარმე არის მშრომელი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დრო აქვს ამა თუ იმ წარმოებაზე თუ რაღაც ბიზნესზე დათმობილი. ეს არის ის სეგმენტი, ანუ ეს ხალხი ყველა თქვენ, ვინც გვიყურებთ, ხართ ის სეგმენტი, რომელიც შრომას ძალიან აფასებთ, მეგობრებო და ეს ძალიან კარგად და სწორედ გვესმის. და თქვენ გონიათ, რომ პირობითად მოდი აი ამას აი აქ რო გავაკეთო, მე რა შედეგი უნდა მივიღო, აქედან შეიძლება მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავყიდო და რატომ უნდა გადაწყვიტოთ მოკლედ პოდკასტში თქვენი წარმოჩინება, ესე რომ ვთქვა, თქვენი ბიზნესი წარმოჩინება და თქვენი თავის. პოდკასტი არის უნიკალური კონტენტი, რომელიც რჩება 10 და 20 და 30 წელი, ну, ალბათ. რამდენი წელიწადია რაც YouTube-ი არსებობს. ხო, აი რამდენი წელია რაც YouTube-ი არსებობს საშუალოდ. არ ვიცი. ხო, ну, კაი კითხვაა სხვათა შორის. ხოთაბა. ხო, ChatGPT-ს ვკითხოთ ჩვენს AI ასისტენტს, პირად ასისტენტს სხვათა შორის. ChatGPT თურმე ყოფილა ყველაზე ინდივიდუალურად მორგებული სისტემა და გსწავლობს და იმის და მიხედვით შენ გერგება, ესე რომ ვთქვათ და ანუ ყველას ყავს ჩვენი პირადი ChatGPT, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ChatGPT და YouTube ყოფილა 20 წლის და 9 თვის. გაგიმარჯოს. მოკლედ 20 წლიანი გამოცდილება აქვს YouTube-ს. და YouTube-ი კიდევ ვითარდება, შესაბამისად თქვენი წარმოჩინება ამ ინდუსტრიაში ზოგადად YouTube სივრცეში იქნება საკმაოდ სარფიანი, იმიტომ რომ საუკუნეებს რჩება ეს თქვენი ვიდეო. თქვენ გამოგეგზავნებათ თქვენი ვიდეოც, რომელთანაც შეიძლება ამოჭრათ rilsები, პატარა კადრები. rilsები, ანუ შორტები შეუძლიათ ამოიღონ, შეიძლება ისეთი საინტერესო თემაზე ისაუბრონ თვითონ, რომ ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა თურმე ეს გარეკლამებულიყო და ძალიან დიდი engagement-ი მიიღონ აი ამ პატარა პირობითად რაღაც შორტიდან, ამოღებული შორტიდან იმ პოდკასტის და რაღაც ძალიან დიდი გაყიდოს პირობითად 500,000 პროდუქტი სრულიად ისე. თქვას რომ იცი რა, მე დღეს iPhone-ზე მაქვს ფასდაკლება. თან ნახე, ადამიანები ყიდულობენ ადამიანებისგან. აი, მაგალითად, როცა Apple-ი გამოჩნდა, ჩვენ გვაინტერესებდა Steve Jobs-ი ვინ იყო და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ პროდუქტის მიღმა ამას ვინ ქმნის, გვაინტერესებს, ხო, გაინტერესებს. რა თქმა უნდა. დღეს რო გაგიცანი, მეც აი გეკითხებოდი ვინ ხარ, რას აკეთებ, საიდან მოდიხარ საერთოდ, ხო? და ესეა ნებისმიერი ჩვენგანი. ასე რომ გელოდებით და მოუყვეთ თქვენი უნიკალური ისტორია საზოგადოებისთვის და გავზარდოთ ცნობადობა. კი, და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება კონკრეტულად მეწარმეების მხრიდან. მეწარმეებისგან სტარტაპი იქნება ეს თუ ნებისმიერ მცირე ბიზნესი თუ დიდი ბიზნესი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პატარა ბაზარი ვართ, ძალიან მწირე რაოდენობა ხალხის საქართველოში და ჩვენ რაღაც ერთმანეთში უნდა გქონდეს კომუნიკაცია, ანუ გაცვლა-გამოცვლა ბიზნეს გამოცდილების ჩემი აზრით, რომ მივახციოთ რაღაც კოლოსალურ და უნიკალურ შედეგებს ამ ქვეყანამ. ნებისმიერი მიმართულებით ეს იქნება იმპორტი, იქნება ექსპორტი, იქნება უკვე აქ ადგილობრივი ბაზრის ათვისება იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ყველასთვის, ზოგადად, ანუ წარმოიდგინე, რომ არის პოდკასტი, სადაც შეგიძლია მიხვიდე და შენი ბიზნესი დაარეკლამო. და ეს იდეა კიდე იცი რა თან უნიკალურად, ანუ შენთან შეგიძლია მოხვიდე აქ. ხო, ადრე გავაჟღერე ეს და მომწერეს იურისტმა გოგო მომწერა, რომ აი ამდენი ხანი ესე ვშრომ და მინდა რომ ჩავწერო პოდკასტი. მე მომწერა გოგო, ვისაც ჰქონდა მაღაზია და მივხვდი რომ ამ ადამიანების ისტორია ნამდვილად არის ინსპირაცია სხვებისთვის და რატომაც არა. და ძალიან გამიხარდა რომ შენც გქონდა ეს იდეა და ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაცოცხლოთ და დავეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანს. კი, ნამდვილად, ანუ იქნება საკმაოდ შინაურული საუბარი, იქნება მეგობრული დამოკიდებულება, იქნება იმ თემების განხილვა, რაც მათ სურთ და იმ თემებისაც, რაც მათ არ სურთ, მაგრამ მოუწევთ, ხო? ხო, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ორი მხარე. ნამდვილად, ასე რომ
წარმატებას გისურვებთ. შენს წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა ამ სივრცის შექმნისთვის, რომელიც გვეხმარება ჩვენ კრეატორებს, ჩვენ თავის სწორად, კარგად განათებულად და ხმოვნად წარმოჩენაში. გისურვებ ბევრ წარმატებას და ჩვენ კიდევ შევხვდებით ჩვენ ახალ პროექტში და პოდკასტში. ნამდვილად, დროებით და ბევრი წარმატებები შენ.